უფალი ჩაიტანიას მოძღვრება, დასკვნა. ის, ვინც კრიშნას ცნობიერი პიროვნების სახელითაა განთქმული, მარადიული დიდებით ტკბება. მატერიალურ სამყაროში ყველა სამი რამისთვის იღწვის, სურს უკდავყოს თავის სახელი, მთელ ქვეყანას მოსდოს თავის დიდება და მატერიალური საქმიანობებიდან მოგება მიიღოს. მაგრამ არავის ესმის, რომ მატერიალური სახელი, დიდება და მოგება წარმავალ მატერიალურ სხეულს მიეწერება და სხეულის სიკვდილთან ერთად სახელი, დიდება და მოგებაც ქრება. უგუნურება გახლავთ ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ ყველა იმ სახელის, დიდებისა და მოგებისათვის იღწვის, რომელიც სხეულთან არის დაკავშირებული. ადამიანი საცოდავია, როდესაც სხეულის გამო ხდება სახელგანთქმული ან სულიერად ამაღლებული ცნობიერების მქონე კაცის სახელს იხვეჭს და არ იცის, ვინ არის უმაღლესი სული, ვიშნუ. ჭეშმარიტი სახელის მოხვეჭა მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც ადამიანი კრიშნას ცნობიერებას აღწევს. შრიმად ბჰაგავატამის თანახმად არსებობს 12 ავტორიტეტი და ყოველ მათგანს უფლის დიდი ერთგულის სახელი აქვს განთქმული. ეს ავტორიტეტები არიან ბრაჰმა, ნარადა, უფალი შივა, მანუ, კაპილა, პრაჰლადა, ჯანაკა, ფიშმა, შუკადევა გოსვამი, ბალი, იამარაჯა და კუმარები. ისინი დღემდე ხალხის ხსოვნაში ცხოვრობენ, რადგან უფლის დიდი შეურყეველი ერთგულები იყვნენ. გარუდა პურანაში ნათქვამია, რომ კალის ეპოქაში უზენაესი უფლის სახელგანთქმული ერთგული გაცილებით იშვიათია, ვიდრე ისეთი ნახევარღმერთი, როგორებიც არიან ბრაჰმა და უფალი შივა. ნარადასა და პუდარიკას საუბრის შემდეგ იუდიშთირამ თქვა, ის, ვინც მრავალი დაბადების შემდეგ მიხვდა, რომ ვასუდევას მსახურია, ყველაზე სახელგანთქმულია და სხვების განთავისუფლებაც შეუძლია. სწორედ ასევე ბჰაგავად გიტაში კრიშნა ეუბნება არჯუნას, მრავალი დაბადებისა და სიკვდილის შემდეგ ის, ვინც ჭეშმარიტ ცოდნას ფლობს, მე მომენდობა, რადგან იცის, რომ მე ვარ ყოველ მიზეზთა და ყოველივე არსებულის მიზეზი, ასეთი დიადი სული მეტად იშვიათია. ადი პურანაში ნათქვამია, რომ განთავისუფლება და ტრანსცენდენტული სიცოცხლე ღმერთის ყოველ ერთგულს დაჰყვება. ბრან ნარადა პურანა ამბობს, რომ ბრაჰმასა და სხვა ნახევარღმერთებსაც კი არ ესმით ღმრთების უზენაესი პიროვნების ერთგულის ფასი. გარუდა პურანაში ნათქვამია, რომ მრავალ-ათასობით ბრაჰმანს შორის ერთი შეიძლება იყოს გაწაფული მსხვერპლშეწირვების შესრულებაში. ათასობით გამოცდილ ბრაჰმანს შორის ერთ ბრაჰმანს შეიძლება ჰქონდეს ვედანტა სუტრას ცოდნა. ათასობითა და ათასობით ასეთ ვედანტის შორის კი შეიძლება ერთი პიროვნება იყოს უფალი ვიშნუს ერთგული. უფალი ვიშნუს მრავალი ერთგული არსებობს და მათგან ის, ვინც შეურყეველი ერთგულებით გამოირჩევა, ღირსია ღმერთის სასუფეველში შეღწევისა. შრიმად ბჰაგავატამში ნათქვამია ისიც, რომ ვედებს მრავალი ადამიანი სწავლობს, მაგრამ ის, ვინც გულში მუდამ ღმრთების უზენაეს პიროვნებაზე ფიქრობს, საუკეთესოა. ლოცვებში, რომელთაც ნარაიანა ვიუჰასტავა ეწოდება, ნათქვამია, რომ დიადი ბრაჰმაც კი უფლის ერთგული რომ არ იყოს, უაღრესად უსახელო იქნება, მაგრამ თუ კი მიკროვი უფლის ერთგულია, იგი ყველაზე სახელგანთქმულია. შემდეგ უფალმა ჩაიტანიამ ჰკითხა რამანანდა რაიას, რა არის ყველაზე ძვირფასი ქვეყნად? რამანანდა რაიამ უპასუხა, რომ ის, ვინცაც რათასა და კრიშნას სიყვარული გააჩნია, ყველაზე ძვირფას თვალს და უდიდეს სიმდიდრეს ფლობს. ის, ვინცაც მატერიალურ გრძნობათა დაკმაყოფილება ან მატერიალური სიმდიდრე უყვარს, დიდრად არ უნდა ჩაითვალოს. როდესაც ადამიანი კრიშნას ცნობიერების სულიერ საფეხურს აღწევს, მას ესმის, რომ არ არსებობს რათასა და კრიშნას სიყვარულზე ძვირფასი რამ. შრიმად ბჰაგავატამში აღწერილია, რომ მაჰარაჯა თურვა უზენაეს უფალს ეძებდა, რადგან გარკვეული სამეფოს მიღება სურდა, მაგრამ როდესაც კრიშნა იხილა, თქვა, მე იმდენად ბედნიერი ვარ, რომ სხვა არაფერი მსურს. ბჰაგავად გიტაშიც ნათქვამია, რომ თუ კი ადამიანი ღმრთების უზენაეს პიროვნებას შეაფარებს თავს, ან ღმრთების სიყვარულის უმაღლეს საფეხურამდე ამაღლდება, სანატრელი არაფერი რჩება, თუმცა ასეთ ერთგულებს შეუძლიათ უფლისგან ყველაფერი მიიღონ, რასაც მოისურვებენ,
მაინც არაფერს თხოვენ მას. როდესაც უფალმა ჩაიტანიამ ჰკითხა რამანანდა რაიას, რა ითვლება სიცოცხლეში ყველაზე მტკივნეულად, რამანანდა რაემ უპასუხა, რომ ყველაზე მტკივნეულ ყოფიერებას წმინდა ერთგულთან გაშორება წარმოადგენს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც საზოგადოებაში უფლის არც ერთი ერთგული არ იმყოფება, იქ დიდი ტანჯვა იწყება და სხვა ხალხთან ურთიერთობა მტკივნეული ხდება. შრიმად ბჰაგავატამში ნათქვამია, რომ თუ კი ადამიანი, რომელსაც წმინდა ერთგულთან ურთიერთობა არ აქვს, კრიშნას ცნობიერებას მოკლებული საზოგადოების, მეგობრებისა და სიყვარულის საშუალებით ცდილობს ბედნიერების მიღწევას, იგი ყველაზე გაჭირებულ მდგომარეობაში იმყოფება. ბრად ბჰაგავატას მეხუთე სიმღერაში ნათქვამია, რომ წმინდა ერთგულთან ურთიერთობა ყველაზე სანატრელია სიცოცხლეში და რომ მის გარეშე ადამიანს წამითაც კი არ შეუძლია ბედნიერი იყოს. შემდეგ უფალმა ჩაიტანიამ ჰკითხა რამანანდა რაიას, მრავალ ეგრეთ წოდებულ განთავისუფლებულ სულს შორის, ვინ არის ჭეშმარიტად განთავისუფლებული? რამანანდამ მიუგო, რომ ის, ვინც ბოლომდეა ახსილი, რათასა და კრიშნას ერთგულის სიყვარულით, საუკეთესოდ ითვლება ყოველ განთავისუფლებულ პიროვნებას შორის. შრიმად ბჰაგავატამში ნათქვამიან, რომ ნარაიანას ერთგული იმდენად იშვიათია, რომ მისი პოვნა მილიონობითა და მილიონობით ადამიანს შორისაც ძნელია. რომელი სიმღერა მიგაჩნია საუკეთესოდ სიმღერებს შორის? ჰკითხა ჩაიტანია მაჰაპრაბჰუმ. რამანანდამ კი მიუგო, რომ ნებისმიერი სიმღერა, რომელიც რათასა და კრიშნას გართობებს აღწერს, საუკეთესო სიმღერაა. მთელს მხატვრულ ლიტერატურაში, პიესებში, რომანებსა და მატერიალურ სიმღერებში კაცისა და ქალის სიყვარულია აღწერილი, რადგან ხალხს ასეთი ლიტერატურა ისიდავს, კრიშნა მატერიალურ სამყაროში მოევლინა და გვიჩვენა თავისი ტრანსცენდენტული სასიყვარულო საქმეები გოპებთან. გოპებისა და კრიშნას ურთიერთობის შესახებ უზარმაზარი ლიტერატურა არსებობს და ვინც ამ ლიტერატურის ან რათასა და კრიშნას შესახებ ნაწარმოებებს შეაფარებს თავს, ჭეშმარიტ ბედნიერებას გამოცდის. შრიმად ბჰაგავატამში ნათქვამია, რომ უფალმა ვრინდავანის გართობები იმისთვის გამოავლინა, რომ თავისი ჭეშმარიტი ცხოვრება ეჩვენებინა. ნებისმიერი გონიერი ადამიანი, რომელიც რათასა და კრიშნას გართობების გაგებას ცდილობს, ყველაზე იღბლიანია, ხოლო სიმღერები, რომლებშიც ეს გართობებია აღწერილი, მსოფლიოში საუკეთესო სიმღერები გახლავთ. შემდეგ უფალმა ჩაიტანია მიკითხა, რა არის ქვეყნად ყველაზე სასარგებლო, ყველა სასიკეთო შემთხვევის არსი? რამანანდა რაემ უპასუხა, რომ არაფერია უფრო სასარგებლო, ვიდრე წმინდა ერთგულებთან ურთიერთობა. და რას ურჩევ ადამიანს, რაზე იფიქროს? იკითხა უფალმა ჩაიტანიამ. რამანანდა რაემ უპასუხა, რომ ადამიანმა მუდამ კრიშნას გართობებზე უნდა იფიქროს. ეს არის კრიშნას ცნობიერება. კრიშნას უამრავი გართობა აქვს და ისინი ვედურ წმინდა წერილებშია აღწერილი. ადამიანმა ამ გართობებზე მუდამ უნდა იფიქროს. ეს არის საუკეთესო მედიტაცია და უმაღლესი ექსტაზი. შრიმად ბჰაგავატამში შუკადევა გოსვამი ამტკიცებს, რომ ადამიანი მუდამ ღვთაების უზენაეს პიროვნებაზე უნდა ფიქრობდეს. არა მხოლოდ ფიქრობდეს, არამედ აგრეთვე ესმოდეს და გალობდეს მის სახელსა და დიდებას. და რა არის საუკეთესო მედიტაცია? იკითხა უფალმა ჩაიტანიამ. ის, ვინც მუდამ რათასა და კრიშნას ლოტოსის წერფებზე მედიტირებს, საუკეთესოა მედიტაციის შემსრულებელთა შორის, მიუგო რამანანდა რაემ. ეს დადასტურებულია შრიმად ბჰაგავატამშიც. ღვთაების უზენაესი პიროვნება არის ერთადერთი პიროვნება, რომელიც ყოველი ერთგულის მეუფეა და ვისის სახელიც მუდამ უნდა ვიგალობოთ, ვიფიქროთ მასზე და მუდამ თაყვანი ვცეთ. სად უნდა იცხოვროს ადამიანმა, რომელმაც ყოველ სხვა სიამოვნებაზე უარი თქვა? იკითხა შემდგომ უფალმა ჩაიტანიამ. რამანანდამ უპასუხა, რომ ადამიანმა უარი უნდა თქვას ყოველგვარ სიამოვნებაზე და იცხოვროს ვრინდავანში, სადაც უფალი კრიშნა უამრავ გართობას ასრულებდა. უთავა ამბობს, რომ ყველაფერს ვრინდავანში ცხოვრება ჯობია, მაშინაც კი თუ კი ლიანად ან მცენარედ მოგიწევს გაჩენა. სწორედ ვრინდავანში ცხოვრებდა უზენაესი უფალი და იქ ეთაყვანებოდნენ გოპები უზენაეს უფალს, მთელი ვედური ცოდნის საბოლოო მიზანს. და რა არის საუკეთესო მოსასმენი თემა? იკითხა შემდეგ ჩაიტანია მაჰაპრაბჰუმ.
რათასა და კრიშნას გართობები მიუგო რამანანდამ. მართლაც, როდესაც ადამიანი სწორი წყაროდან ისმენს რათასა და კრიშნას გართობების შესახებ, უმალვე განთავისუფლებას აღწევს. სამწუხაროდ, ზოგჯერ ხალხი არარეალიზებული სულისგან ისმენს ამ გართობების შესახებ. შრიმად ბჰაგავატამში ნათქვამია, რომ ის, ვინც გოპებთან კრიშნას გართობების შესახებ ისმენს, ერთგული სამსახურის უმაღლეს საფეხურს მიაღწევს და განთავისუფლდება მატერიალური ავხორცობისგან, რომელსაც მატერიალურ სამყაროში ყველას გული აქვს შეპყრობილი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რათასა და კრიშნას გართობათა მოსმენის შედეგად ადამიანი სრულიად თავისუფლდება მატერიალური ავხორცობისგან. თუ კი ადამიანი ასე არ არის განთავისუფლებული მატერიალური ავხორცობისგან, მან რათასა და კრიშნას გართობების შესახებ არ უნდა ისმინოს. თუ კი ადამიანი სწორი წყაროებიდან არ მოისმენს, არასწორად განმარტავს რათასა და კრიშნას გართობებს, მათ უბრალო კაცისა და ქალის ურთიერთობა ჩათვლის. ამგვარად იგი შეცდომაში იქნება შეყვანილი. და რომელია ყველაზე სათაყვანებელი ღვთაება? იკითხა შემდეგ ჩაიტანია მაჰაპრაბჰუმ. რამანანდა რაემ უმალვე უპასუხა, რომ თაყვანისცემის უმაღლესი ობიექტი ტრანსცენდენტული წყვილი შრი რათა და კრიშნა არის. არსებობს თაყვანისცემის მრავალი ობიექტი. მაგალითად, იმპერსონალისტები ბრაჰმაჯიოტის ეთაყვანებიან, მაგრამ რათასა და კრიშნას გარდა სხვა ობიექტების თაყვანისცემით ადამიანი კარგავს სიცოცხლის ყოველ ნიშანს და ხედ ან სხვა უძრავ არსებად გადაიქცევა. ეგრეთ წოდებული სიცარიელის თაყვანისცემლებიც ასეთ შედეგებს აღწევენ. ისინი, ვინც მატერიალურ სიამოვნებას ფუქტის ელტვიან, ნახევარღმერთებს თაყვანს სცემენ და მათ პლანეტებს აღწევენ. ამგვარად ისინი მატერიალური ბედნიერებით ტკბებიან. ამის შემდეგ უფალმა ჩაიტანიამ მატერიალური ბედნიერებისა და მატერიალური ტყვეობიდან განთავისუფლების მაძიებლის შესახებ იკითხა. ბოლოს სად მიდიან? იკითხა მან. რამანანდა რაემ უპასუხა, რომ საბოლოო ჯამში ზოგიერთი მათგანი ხედ იქცევა, სხვები კი ზეციურ პლანეტებს აღწევენ, სადაც მატერიალური ბედნიერებით ტკბებიან. რამანანდა რაემ გააგრძელა საუბარი და თქვა, რომ ისინი, ვისაც კრიშნას ცნობიერების ან სულიერი სიცოცხლის გემო არ ესმით, ყვავებს გვანან, რომლებიც ნიმბათი მწარე ხილით ტკბებიან. პოეტური გუგული კი მანგოს კოკრებს ჭამს. უიღბლო ტრანსცენდენტალისტები უბრალოდ მშრალ ფილოსოფიაზე ბჭობენ. ის ტრანსცენდენტალისტები კი, რომელთაც რათასა და კრიშნას სიყვარული აქვთ, გუგულის მსგავსად ჭამენ ხილს. მაშა სადამე რათასა და კრიშნას ერთგულები ყველაზე იღბლიანები არიან. მწარე ხილი ნიმბა სრულიად არ არის გემრიელი. იგი უბრალოდ მშრალი სპეკულაციებით არის სავსე და მხოლოდ ყვავის მსგავსი ფილოსოფოსებისთვის გამოდგება. მაგრამ მანგოს კოკრები ძალიან ტკბილია და რათასა და კრიშნას ერთგული სამსახურით დაკავებულნი ტკბებიან ამით. ასე ისაუბრეს მთელი ღამის მანძილზე რამანანდა რაემ და ჩაიტანია მაჰაპრაბჰუმ. ისინი ხან ცეკვავდნენ, ხან მღეროდნენ და ხან ტიროდნენ. ღამის გათენების შემდეგ რამანანდა რაე სახლში დაბრუნდა. მეორე საღამოს იგი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს სანახავად წავიდა. კრიშნას შესახებ გარკვეული დროის განმავლობაში მსჯელობის შემდეგ რამანანდა რაია უფლის ტერფებთან დაემხო და თქვა: ჩემო ძვირფასო უფალო, შენ იმდენად კეთილი ხარ ჩემდამი, რომ კრიშნასა და რათარანის მეცნიერების და მათი სასიყვარულო საქმეების შესახებ მიამბე. რას ვიფიქრებდი, რომ ოდესმე ამ საკითხებზე შევძლებდი საუბარს? შენ ისევე მასწავლე მე, როგორც უწინ ბრაჰმას ასწავლე ვედები. ასეთია ზესულისგან დარიგებათა მიღების სისტემა. გარეგნულად ზესული არ ჩანს, მაგრამ შიგნიდან იგი ერთგულს ელაპარაკება. ეს დამტკიცებულია ბჰაგავად გიტაში. უფალი ისე კარნახობს მისი სამსახურით გულწრფელად დაკავებულ პიროვნებას და ისე მოქმედებს, რომ ასეთი პიროვნება საბოლოო ჯამში სიცოცხლის უმაღლეს მიზანს აღწევს. როდესაც ბრაჰმა დაიბადა, არავინ იყო, რომ მისთვის ცოდნა მიეცა, ამიტომ ვედური ცოდნა თავად უზენაესმა უფალმა ასწავლა ბრაჰმას გულში. შრიმად ბჰაგავატამში შუკადევა გოსვამი ამტკიცებს, რომ გაიტარი მანტრა ბრაჰმას პირველად გულში გადასცა უზენაესმა. შუკადევა გოსვამი დახმარებას თხოვდა უფალს, რათა მაჰარაჯა პარიქშიტისთვის შრიმად ბჰაგავატამი მოეთხოვრო.
შრიმად ბჰაგავატამის პირველი სიმღერის პირველ ლექსში საუბარია იმაზე, რომ აბსოლუტურმა ჭეშმარიტებამ გულიდან ასწავლა ბრაჰმას. ვიასადევა შრიმად ბჰაგავატამის ავტორი აცხადებს, მე მოწიწებით ვცემ თაყვანს შრი კრიშნას, ღმრთების უზენაეს პიროვნებას, რომელიც კოსმოსური გამოვლინების და მისი არსებობის შენარჩუნებისა და განადგურების მიზეზია. თუ კი დაწვრილებით შევეცდებით უზენაესი ჭეშმარიტების გაგებას, მივხვდებით, რომ მან უშუალოდ და არაუშუალოდ ყველაფერი იცის. იგი ერთადერთი უზენაესი პიროვნებაა და მხოლოდ იგია სრულიად დამოუკიდებელი. მარტო მან ასწავლა ბრაჰმას, როგორც მის გულში მყოფმა ზესულმა. უდიდესი მეცნიერებიც კი საგონებელში ექცევიან, როდესაც უზენაესი ჭეშმარიტების გაგებას ცდილობენ, რადგან მთელი აღქმადი კოსმიური გამოვლინება მასში იმყოფება. თუმცა ეს მატერიალური გამოვლინება ცეცხლის, წყლის, ჰაერისა და ეთერის თანაპროდუქტია, მაინც რეალურად გვეჩვენება, მაგრამ სულიერი და მატერიალური გამოვლინებები, აგრეთვე ცოცხალი არსებები, მხოლოდ მასში განისვენებს, ამიტომ იგი უზენაესი ჭეშმარიტება გახლავთ. რამანანდა რაემ უთხრა უფალ ჩაიტანიას, პირველად სანიასის სახით გიხილე, შემდეგ კი მენახირე ბიჭის სახით. შენს წინ ოქროს თოჯინას ხედავ და ამის გამო შენი ფერი ოქროსფერი გახდა. მაგრამ ხედავ, რომ მუქი ფერი გაქვს, მენახირე ბიჭის მსგავსად. ამიხსენი გეთაყვა, რატომ ხედავ ასე? გთხოვ, ნურაფერს დამიმალავ. ეს უაღრესად ამაღლებული ერთგულების ბუნებაა, რომ ყველაფერში კრიშნას ხედავენ, მიუგო უფალმა ჩაიტანიამ. სადაც კი რაიმეს იხილავენ, უმზერენ არა ამ კონკრეტულ საგანს. ისინი კრიშნას ხედავენ. ეს შრიმად ბჰაგავატამში დამტკიცებულია. ერთგულ სამსახურში უაღრესად ამაღლებული სული ხედავს ზესულს, კრიშნას, რომელიც ყოველი ინდივიდუალური სულის სულია. მსგავს ადგილს ხვდებით მეათე სიმღერაშიც, სადაც ნათქვამია, რომ ყოველი ხვიარა, მცენარე და ხე ყვავილებითა და ხილით დახუნძლული კრიშნას სიყვარულის ექსტაზში იხრება, რადგან კრიშნა მათი სულის სულია. როდესაც კრიშნამ დატოვა ისინი, ამ ხეებმა და მცენარეებმა ეკლები მოისხეს. შენ ყველაზე ამაღლებულად გესმის რათასა და კრიშნას გართობები, გააგრძელა უფალმა ჩაიტანიამ, ამიტომ ყველგან რათასა და კრიშნას ხედავ. რამანანდა რაემ უპასუხა, მე გთხოვე, არ დაგემალა ჩემთვის შენი თავი. მე მესმის, რომ შრიმატი რათარანის ფერი და განწყობა მიიღე და რათარანის თვალით ცდილობს საკუთარი თავის გაგებას. სინამდვილეში იმისთვის მოევლინე, რომ ასეთი თვალთახედვა მიგეხო. თუმცა ძირითადად საკუთარი თავის გასაგებად მოხვედი, ამავე დროს მთელ მსოფლიოში ავრცელებ კრიშნას სიყვარულს. ახლა პირადად მობრძანდი, აქ ჩემს განსათავისუფლებლად. გთხოვ, ნუ ცდილობ ჩემს მოტყუებას, გემუდარები, შენ ეს არ შეგშვენის. ამან ძალიან ასიამოვნა უფალი ჩაიტანია, მან გაიღიმა და უჩვენა რამანანდას თავისი ჭეშმარიტი სახე, რომელშიც შრი რათა და კრიშნა იყვნენ გაერთიანებულნი. მაშასადამე უფალი ჩაიტანია თავად შრი კრიშნაა, რომელსაც შრიმატი რათარანის გარეგნული ნიშნები აქვს მიღებული. რამანანდა რაიას გაემხილა მისი ტრანსცენდენტული უნარი, გამხდარიყო ორი და შემდეგ კვლავ ერთი. იღბლიან სულებს, რომელთაც უფალი ჩაიტანია და აგრეთვე რათასა და კრიშნას ვრინდავანის გართობები ესმით, რუპა გოსვამის წყალობით შრი კრიშნა ჩაიტანიას ჭეშმარიტი ვინაობის ცოდნა შეუძლიათ. უფალი ჩაიტანიას ამ განუმეორებელი სახის ხილვისას რამანანდა რაიას გული წაუვიდა და მიწაზე დაეცა. შემდეგ უფალი ჩაიტანია შეეხო მას და იგი გონს მოვიდა. რამანანდა რაიას გაუკვირდა, რომ უფალი ჩაიტანია კვლავ მწირის სამოსში იყო გამოწყობილი. უფალი ჩაიტანია მოეხვია მას და დააწყნარა. მან უთხრა, რომ ეს ფორმა მხოლოდ მას ჰქონდა ნანახი, რადგან ჩემი მოვლინების დანიშნულება გაიგე, უპირატესობა მოგენიჭა, ჩემი პიროვნების ეს თავისებურება გენახა. თქვა უფალმა, ჩემო ძვირფასო რამანანდა, ლამაზი აღნაგობის გაურა პურუშას სახით, მე სხვა ვინმე კი არა ვარ, მე იგივე კრიშნა ვარ, მაჰარაჯა ნანდას შვილი და შრიმატი რათარანის სხეულთან კავშირის გამო ახლა ეს ფორმა მივიღე. შრიმატი რათარანი კრიშნას გარდა არავის ეხება,
ამიტომ მან თავისი გარეგნობით, ჭკუითა და სიტყვებით გავლენა მოახდინა ჩემზე. ამგვარად, მე უბრალოდ კრიშნასთან მისი ურთიერთობის გემოს გაგებას ვცდილობ. ფაქტია, რომ კრიშნაც და უფალი ჩაიტანიაც ღმრთების თავდაპირველი პიროვნება არის. უფალი ჩაიტანიას შრი კრიშნასგან ჩამოცილება არავინ უნდა სცადოს. შრი კრიშნას სახით იგი უმაღლესი გამცხრომელია და უფალი ჩაიტანიას სახით განცხრომის უმაღლესი ობიექტი. ვერავინ იქნება შრი კრიშნაზე მეტად ზებუნებრივად მიმზიდველი და შრი კრიშნას გარდა ვერავინ დატკბება უმაღლესი ერთგულებით, შრიმატი რათარანით. შრი კრიშნას გარდა ეს უნარი ყოველ ვიშნუს ფორმას აკლია. ეს განმარტებულია ჩაიტანია ჩარიტამრატაში, გოვინდას აღწერილობისას. იქ ნათქვამია, რომ შრიმატი რათარანი ერთადერთი პიროვნებაა, რომელსაც კრიშნას ტრანსცენდენტული ნეტარებით აღსება შეუძლია. ამრიგად, გოვინდას, ღმრთების უზენაესი პიროვნების, შრი კრიშნას სიყვარულში, შრიმატი რათარანი ვრჯას უმთავრესი ქალწულია. გთხოვ, დარწმუნებული იყავ, რომ არაფერი მაქვს შენგან დასამალი, უთხრა უფალმა ჩაიტანიამ რამანანდას. შენგან რაიმეს დამალვაც რომ მოვინდომო, ისეთი ამაღლებული ერთგული ხარ, რომ მთელს ჩემს საიდუმლოებებს ხვდები. გთხოვ, საიდუმლოდ შეინახე ყოველივე ეს და ნურავის გაუნდობ. ეს რომ ვინმემ გაიგოს, ყველა გიჟად ჩამთვლის. იმას, რაც აგიხსენი, მატერიალისტი ხალხი ვერ მიხვდება. როდესაც მათ შესახებ ესმით, უბრალოდ დამცინიან. შენ შეგიძლია ეს თავად გაიგო და შენთვის დაიტოვე იგი. მატერიალისტური თვალსაზრისით, კრიშნას სიყვარული აგიჟებს ერთგულს. შენც და მეც გიჟები ვართ. ამიტომ გთხოვ, ნუ გაუმხელ ამ ფაქტებს უბრალო ხალხს. თუ კი ამას იზამ, ისინი აუცილებლად დამცინებენ. შემდეგ უფალმა ჩაიტანიამ 10 ღამე გაატარა რამანანდა რაესთან. ტკბებოდა რა მასთან ურთიერთობით და კრიშნას და რათას გართობებზე საუბრობდა. მათი საუბრები კრიშნას სიყვარულის უმაღლეს საფეხურზე მიმდინარეობდა. ზოგიერთი საუბარი აღწერილია, მაგრამ მათი უმრავლესობის აღწერა შეუძლებელია. ჩაიტანია ჩარიტამრატაში ეს მეტალურგიულ გამოცდას არის შედარებული. არსებობს გარკვეული თანმიმდევრობა, რომლითაც ლითონების შედარებით თვისებებზე მსჯელობენ. პირველია სპილენძი, შემდეგ ბრინჯაო, შემდეგ ვერცხლი, ოქრო და ბოლოს ფილოსოფიური ქვა. უფალი ჩაიტანიასა და რამანანდა რაიას პირველი საუბრები შედარებულია სპილენძს. უფრო ამაღლებული მსჯელობები კი ოქროს გავს, მაგრამ მათი საუბრების მეხუთე განზომილება ფილოსოფიურ ქვად ითვლება. თუ კი ადამიანს ძლიერ სურს უმაღლესი გაგების მიღწევა, უნდა დაიწყოს გამოკითხვა სპილენძსა და ბრინჯაოს შორის არსებული განსხვავებების შესახებ, შემდეგ ვერცხლსა და ოქროს შორის არსებული განსხვავების შესახებ და ასე შემდეგ. მომდევნო დღეს უფალმა ჩაიტანიამ ჯაგანათა პურიში დაბრუნების ნებართვა ითხოვა. ჩვენ შეგვიძლია სიცოცხლის დარჩენილი ნაწილი ჯაგანათა პურიში ერთად გავატაროთ და კრიშნაზე ვისაუბროთ. შემდეგ უფალი ჩაიტანია მოეხვია რამანანდა რაიას და სახლში გააგზავნა. დილით უფალმა მოგზაურობა გააგრძელა. დინარის პირას, ჰანუმანის ტაძარში იგი რამანანდა რაიას შეხვდა. ჰანუმანის ტაძრის სტუმრობის შემდეგ გაემგზავრა. ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს კარუპურაში ყოფნისას მის სანახავად 1000 გვარი ხალხი მოდიოდა და მისი წყალობით უზენაესი უფლის ერთგული ხდებოდა. უფალი ჩაიტანიას გამგზავრების შემდეგ რამანანდა რაია მასთან განშორების გრძნობით იყო შეპყრობილი და უმალვე გადაწყვიტა მიეტოვებინა სახელმწიფო სამსახური და კვლავ შეხვედროდა უფალს ჯაგანათა პურიში. რამანანდა რაიასა და უფალი ჩაიტანიას საუბრები ერთგული სამსახურის ყველაზე საყურადღებო ფორმას ეხება. ამ საუბრების მოსმენის შედეგად ადამიანს შეუძლია გაიგოს შრი რათასა და კრიშნას გართობები, აგრეთვე უფალი ჩაიტანიას საკრალური როლი. თუ კი ადამიანი იმდენად იღბლიანია, რომ ამ საუბრებს ირწმუნებს, იგი რათასა და კრიშნას ტრანსცენდენტულ ურთიერთობაში შეღწევას შეძლებს.